ძვირფასო კესადე, ყველაზე ნათელო და შრომის მოყარე ვარსკვლავო. აქ ლაპლანდიაში თოვლიანი ღამეები ძალიან გრძელია და ლამაზია. მაგრამ ჩემი დღეები მაშინ უფრო თბილი და ნათელი ხდება, როცა ასეთ ბრწყინვალე ბავშვებზე მესმის, როგორც შენ ხარ. ჩემმა ელფებმა მითხრეს, რომ უკვე ძალიან ბევრი რამ ისწავლე. მითხრეს, რომ საოცრად ინტერესიანი ხარ. 4 წლის ხარ და უკვე ციფრების ცნობა შეგიძლია. 40-მდე თვლა იცი, ფერების გარჩევაც შეგიძლია. გიჟდები, რომ შენც ჩემსავით გიყვარს ქართული პოეზია და ლექსებს ადგილად იმახსოვრებ. აქ ლექსების დაზეპირება კი არ არის მნიშვნელოვანი, ამით შენ დამახსოვრებაში ვარჯიშობ. შენი მამიკო კი ებრძვის ამას. მაგრამ შენი ბილინგვალური ნიჭი ფრთებს შლის უკვე და ინგლისურადაც ისე თავისუფლად მღერი, როგორც ქართულად. და უკვე რამდენი სიტყვა იცი ინგლისურად. დედიკო და მამიკო როცა ინგლისურად შენზე საუბრობენ, შენც ხომ ხვდები მათ საუბარს. ეს ხომ წარმოუდგენლად დიდი მიღწევაა. მე ვამაყობ, როგორ დაუღალავად შრომობ, სწავლობ და იზრდები. შენ ნამდვილად ქონია ჯადოსნური გული და გონება. მე ვიცი, რომ ბასტი ბუბუში წელსაც არ წახვედი, თუმცა ანამასწავლებელი შენს ბაღში რომ ასწავლის, ამას ახლა ჩაგითვლი. ოღონდ დამპირდი გაისად ცეკვაზე უნდა შეხვიდე და ტანვარჯიშზე უნდა დაიწყოს სიარული. მინდა იცოდე, რომ ყველაფერი, რასაც ახლა სწავლობ და აკეთებ, ერთ დღეს დიდ ამბებში დაგეხმარება. როცა შენი ქუთაისის საყვარელ ბაღში დაბრუნდები, შენი მეგობრები ალექსანდრე, დანიდუნი, კვარა, ქეთუსა, ლიზა და ალექსიტო აუცილებლად შენით იაბაყებენ. ლენა ბებო, სინანა და ნინო, ვიცი ისინი უკვე გრძნობენ, რამდენად ყურადღებიანი და ზრდასრული ხარ. შენ მათზე ზრუნვასაც ხომ სწავლობ, როგორ გენატრებიან და ამერიკიდანაც როგორ ხშირად ურეკავ მათ, არა? ამ ახალ წელს ამერიკაში ხვდები. მოიცა, გეგონა დამავიწყდებოდი და მანდ ვერ მოგაგნებდი? ან მანდ ვერ დაგინახავდი, როგორ იქცეოდი, როგორ უჯერებდი დედიკო თეას და მამიკო მანუჩარს. ისიც ვიცი დისნეილენდში რომ იყავი. იქაც არის ჩემი საწარმო და დავინახე, როგორ ეცნობოდი პრინცესებს მოანას, ელზას, ანას, რაპუნცელს, აშას. ისიც დავინახე, ოლეფმა ხელი რომ დაგიქნია და გული გამოგიგზავნა. იქ რამდენი ბავშვი იყო, მაგრამ მარტო შენ გაჩუქა ეს გული. იმიტომ რომ ოლეფმა დაინახა, როგორ გულწრფელად გიყვარდა მისი პრინცესა ელზა. ახლა სინდერელა, ფიფქია და ქალთებზაც რომ შეგიყვარდა, ისინი შენი ფერადი სამყაროს გმირები გახდნენ. შენი სიყვარული გუფის და პლუტოს მიმართ უზარმაზარია. ვიცი რომ ყოველ ღამეს მამას და შვილს ძილის წინ გუფის საათი გაქვთ. მე ის მიყვარს ფილმის ყურების შემდეგ რომ არჩევთ რა კეთილი საქმე გააკეთა გუფმა. შენ როგორ მოიქცეოდი მის მაგივრად და რა საქციელი არ მოგეწოდა. უნდა დამიჯერო საჩუქრებს რომ ვარჩევდი შენთვის, თვითონ გუფი მოვიდა ჩემთან და ლამას ყუთში ჩადებული თავისი ფორმა მომიტანა. კესანუშკას მიუტანეო. ასევე თავისი კაბები და საჩუქრები გამოგიგზავნეს მოანამ, სინდარელამ, რაპუნცელმა, ქალთევზამ, აურორამ, ანამ და ელზამ. ახლა კი პატარა დავალება მაქვს შენთვის. გააგრძელე სწავლა და თამაში. ისწავლე მოთმინება და სხვების დახმარება. წუწუნს, ტირილს უნდა დაანებო თავი. დედაზე რომ ისევ ხარ მიწეპებული, ამას ერთხელ გაპატიებ. მაგრამ უკვე დიდი გოგო ხარ. ვიცი რომ რჩები, ადვილად შეეჩვიე, მაგრამ უფრო მეთხანს უნდა დარჩე ხოლმე მანანა ბებოსთან. ხან მამა დაგაძინებს, ხანაც შენი დედიკო. ყოველთვის იყავი კეთილი და გულიანი ჩემო კესადე. დაეწაფე ცოდნას, ახალ წელს გისურვებ უამრავ სიხარულს, ოცნების ასრულებას და დიდი სიყვარულით სავსე მომენტებს. გახსოვდეს, თოვლის ბაბუას ყოველთვის უხარია, როცა შენზე კარგ ამბებს ისმენს. ახლა გემშვიდობები. კოცნი შენი სანტა!